დღევანდელი ჩვენი სტუმარი განსაკუთრებული ქალბატონი გახლავთ, რომელსაც ძალიან უყვარს გაფრანჭვა და ასევე ყვავილები. შესაბამისად, მოვედი ბუკიას ბაღთან, ქალბატონი ლუიზასთვის განსაკუთრებული ქრიზანთემები. შეიძლება რომ შემიგვითოთ? განსაკუთრებული ქრიზანთემები, განსაკუთრებული მეყვავილეებისგან. სხვათა შორის ქალბატონი ლუიზა სწორედ ამ ლოკაციაზე გავიცანი ბუკიას ბაღში და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ახლა უკვე მინდა რომ თქვენს გაგაცნოთ. გამარჯობა ქალბატონო ლუიზა. როგორ ხართ? ეს თქვენაირი ლამაზი თაიგული. ხუთი იყოს. თქვენ ყველანაირად ლამაზი ხართ. ხუთითაც და უკუდოდაც. ოთხი საათში მადლობელი ვარ ღმერთის. ისეთი ლამაზი ქალბატონები ბრძანდებით და თანაც ისეთი ენერგეტიკა მოდის თქვენგან, რომ ალბათ ახალგაზრდობაში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ. მეტნაკლებად. დედაჩემი და მამაჩემი ისე მიყვარდა, რომ არც მეგონა რომ როდისმე გავთხოვდებოდი ან ვინმეს მივახსენდი. მიჯაჭვული ვიყავი ჩემ მშობლებზე რა და ამიტომაც ცოტა გვიან მომიწია გათხოვება. 17 წელი ვიცხოვრეთ დედაჩემი მეუღლემ ძალიან კაი მეუღლე მყავდა და მოხდა ტრაგედია. დამეღუპა მეუღლე, შვილიც აღარ ამყავს და დავჭი მარტო. გამოვედი გარეთ, რომ ცოტა გულიც გადამეყოლებია, ცოტა ფინანსურადაც გავძლიერებულიყავ და დღემდე მე მოვდივარ აი ასე, ჩემი შრომით ცხოვრობ. გამოვდივარ დღე, ფუსფუსობ დავალ სახლში. პატარ-პატარა ბიზნესი მაქვს, ქალის მამაკაცის საცვები, მაგრამ ეგეთი რაღაცები რა. და მე ვსყვიდი რა. გამაქვს თავი მაგეთი. ახლა ჩემთან რო ინტერვიუზე წამოხვედით. კი, მე დავტოვე, გავშალეთ იქ მეგობარი, რომელიც ჩემი მეწყვილია იქ ახლა ის დგას. ის აქცეს ყურადღებას და მე მივალ და დაგანახეთ ჩემ ადგილსაც. ძალიან კარგი და ასევე ყავთ ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც ძალიან ბევრი, მთელი თბილისი ვიცნობ და მთელი საქართველოს რო თქვა, ტრაბახით არ ვიტყვი და ყველანი კარგად არიან და რავი, ყველას უყვარვარ და ეს არის ჩემი სიმდიდრე. ქალბატონო ლუიზა, აი ამ ხელა და ამდენი ტრაგედიის შემდეგ, აი როგორ ახერხებთ, რომ შეინარჩუნოთ ეს პოზიტივი, გააგრძელოთ ცხოვრება, დაარიგოთ ადამიანები და აი გასცეთ ეს ყველაფერი, ანუ თქვენი გამოცდილება ფაქტიურად. მე ყოველანაირად ვცდილობ, რომ აი არ გავეცე სულიერად რა. იყო ძლიერი. ყოველთვის მინდა რომ ვიყო მოუვლილი. იმიტომ რომ ხალხთან რო გაქვს საქმე, ხალხს უყვარს რომ მოუვლილი ხარ და მოწონდეს, სადაც მაკებენ სხვათა შორის მეუბნებიან რომ აი რო არ გვინდა ყიდვა ძალათი მოდიართ ესეთი მოუვლილი რო ხარ და ასეთი კარგი რო ხარ და ასეთი ყურადღებიანი და სულ ესე იყავი და სულ ესე იყავი მეუბნებიან. ანუ ქალბატონების მოტივატორი ხართ ფაქტიურად. კი, ქალბატონები და კაცები, აი მთელი ეს ბახტრიანის კაცები ხლა აკროზიან, ყველა გაგიჟებულია ჩემთვის. ისე უყვარვარ მეგობრულად, რა თქმა უნდა, ყველა ფეხზე დადგომით მესალმება ყველა, არც მინდა, არც ცხენია მაგისი თქმა. ხართ განსაკუთრებული ქალბატონი, მე ასე ვიტყოდი, ხართ სულ ფორმაში, მუშაობთ და ერთი სიტყვით ქალბატონებს აძლევთ მოკლედ მოტივაციას. აი რას ეტყოდით ამ ქალბატონებს ახლა? ამ ქალბატონებს ვეტყოდი იმას, რომ მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად თავიანთი გადატანილი ტრაგედიისა, მაინც ნუ დაეცემიან სულიერად, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა იცონ, რომ ისინი არიან ქალები. და მოუვლილი ქალი და კარგად მოუვლილი ქალი ყველასთვის არის მისაღები და საპატივცემულო. ნამდვილად და მამაკაცების შართულობა მამაკაცების სათვლით, რა თქმა უნდა, მამაკაცების სათვლით. მამაკაცებსაც იგივე ზუსტურებ, იმიტომ რომ მამაკაცებსაც გვიყვარეს, ქალებსაც გვიყვარს მოუვლილი მამაკაცები. ჩანჩურები და ესენი არ გვიყვარს. ჩვენს გვიყვართ მამაკაცები, როცა მოუვლილები არიან და როგორ შეადარებდით თქვენი თაობის მამაკაცებს და ახლანდელს? რა შედარებაა? ჩვენი თაობის მამაკაცები ერთ რამე ღირდა ვერაზე რო გაივლიდი და რო იდგნენ ეს ჩვენი ინტელიგენტი ვაჟკაცები. რას ლაპარაკობ, ვინ დაუშვებდა რომ ქალისთვის ვინმე შერაცხობა მიეყენებინა? ხშირად მესმის პატარა გოგოებისგან რომ კაცებიო, აღარ გვაქცევენ ყურადღებას, პატარა გოგოებს აღარავინ აღარ აქცევს ყურადღებას, ქალს არავინ აღარ აქცევს, განსაკუთრებით პატარა გოგოებს და ყველას უხარიაო რომ ყურადღება მოგვაქციადო და ჩვენი გულები დაიპყრონო, ცოტა შემართებით, ხო? შემართებით იყვნენ ჩვენს მიმართ. რომ ჩვენ ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ჭირდებით მამაკაცებს. კაცებს რო ჭირდებით, მამაკაცებს რო ჭირდებით, რომ იგრძნონ ეს ამბავი. და ჩვენს გაგვეხარდება, რომ ქალები ვართ. არ აქვს ასაკს მნიშვნელობას, ახალგაზრდებსაც ჭირდება ყურადღება.
ქალბატონო ლუიზა, აი თქვენი მთავარი სათქმელი რა არის? ძვირფასო ქალებო. ორთვის გახსოვდეთ და თქვენ ხართ ქალები. ნუ ჩაიკლავთ ხილს თქვენ თავში. ყოველთვის უნდა ეცადოთ თუ რამენერად მონახოთ. პატარა საჩუქარი რო გავუკეთოთ თქვენ თავს. თუ გინდათ ყვავილი, თუ გინდათ სუნამო, თუ გინდათ თურცაცხი, რა ვიცი, რაღაცა პატარა რომ იცოდეთ რომ გახსოვდეთ რომ თქვენ გიყვართ თქვენი თავი და ასევე სხვასაც შეაყვარებთ ამით თქვენ თავს. თქვენთვის მაქვს პატარა საჩუქარი, გამომდინარე იქიდან რომ განსაკუთრებულად გიყვართ თქვენ წითელი თურცაცხი და იმედი მაქვს რომ მოგეწონება. გაიხარეთ გენაცვალე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო ლუიზა და მოდით ჩვენ სადაც გავიცანით ერთმანეთს ჩვენ სადაც გავიცანით ერთმანეთი პირველად დიახ კი ბატონო იქ წავიდეთ ეს არის ჩემი მევწვიდე გუზელა გუზელა ბახტრიონის 12 ნომერი ხო სწორია დიახ ბახტრიონის 12 ნომერი არის მოდით ეს და არის ჩემი რეზიდენცია ლუიზასთან გავიხსენ გამარჯობა ეს ჩემი დაქალი არის ძალიან სასიამოვნოა ჩემი მეგობარი ჩემი და ძალიან კარგი ქალბატონი, ძალიან მოსიყვარულე, თბილი და ნუ მოვლით ხო როგორც არის, ხედავთ როგორი მოვლით არის. ძალიან დიდი მადლობა და აი ესეთ მოკლედ თბილ და ტკბილ ნოტაზე გემშვიდობებით. დიდი მადლობა. გამოვიდა ყველა მკოცმის.